საღამომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ დიდი ამბებია ატეხილი. საქართველოს ვეღარ უწოდებ უკვე. აღარ ქვია საქართველოს ამ ყველაფერს, ალბათ თბილისის საამიროდ გამზადებულ ტერიტორიას და დიდი ამბავია ატეხილი თბილისის საამიროში და არა მე ძალიან მიხარია ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს, ესე იგი ზუსტად შეგეხეთ იქ სადაც იყავით შესახებლი და ღმერთმა შეგარგოთ ეს მთელი ეს მოღალატეების კლასტერს დიდი ან პატარიანად დაწყებული ვინც ახართ. და ასევე ქვეყნის მტრებს, რომლებმაც განსაკუთრებული ცივილკივილი ატეხეთ, ამიტომ დღეს საღამოთი 10 საათზე გავალა ჩემი ბლოგი, ჩემი YouTube-ის არხზე. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ნახოთ დეტალურად ამ ყველაფერი აღწერილი. საქართველოში მოქმედი მეხუთე კოლონის მოღალატეების და უცხო ქვეყნის აგენტურის მუშაობა, რომელიც განსაკუთრებით ჩართულია ეგრეთ წოდებული არაბიზაციის საკითხში და მინდა უბრალოდ აქედან მივმართო ეს ქართველ მოღალატეებს მინდა მივმართო რა. იმათაც კარგად იციან ქართული ენა, მაგრამ პირველ რიგში თქვენ მინდათ მოგმართოთ. ისინი, ვინც საქართველოში ჩანერგილი აგენტურა არის, ისინი მისი ქვეყნის დავალებას ასრულებენ საქართველოში. თქვენ ქართველი ერის წინააღმდეგ ასრულებთ დავალებას უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებს, ანუ განსხვავება თქვენ შორის ესაა. ეს არის. დღეს გამოვიდა პატივცემული მანჯავიძე, ეს ჩამოყალიბებული დიშლა. მე ამ ადამიანს სხვანაირად ვერ მოვიხსენიებ, იმიტომ არ ეკუთვნის სხვანაირი მოხსენიება, აგერ წამოპლაკულა ეგრეთ წოდებული უცნობის ემაში რა ქვია და აკეთებს პირდაპირ განცხადებას, რომ ჩვენთანო ბიჭო საქართველოში ესე იგიო ამდენი მუსლიმი ადამიანი არისო და აქო შეიქმნაო გვერდებიო და რაღაც ვიღაცა ადამიანებიო, ბოროტი ადამიანებიო, პირდაპირ არ ამბობს სახელს და გვარს, მაგრამ პირდაპირ ამბობს დამტკიცებით იმას, რომ ზუსტად ჩვენ ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებით ეგრეთ წოდებულ ინვესტიციას, ესენიო, ყველაფერ უბედურებას ვაპირებენ, თურმე ჩვენ გქონია სურვილი მუსლიმებს და ქრისტიანებს შორის იმისი, რა ქვია, საქართველოში თურმე რელიგიური შუღლის გაღვივება და სოსო მანჯავიძე არის ახლა ამის გადამრჩენელი, თურმე ეს დიშლა, ეს ჩამოყალიბებული, ეს რაფინირებული მოღალატე. ბარეული ხო იძახოდით, კაიკაცია, კარგად ლაპარაკოს, აი კარგად მოლაპარაკეთ თქვენი კაიკაცი. ისტორიკოსი მაინც არ იყოს. აი კარგად გიწერენ კომენტარებს, იმიტომ რომ მოღალატის ხვედრი ეგ არის. ხო გადაწყვიტე რომ ერს და ქვეყანას უღალატო. ბატონო სოსო და შეასრულო დავალებები. ხო და აიტანი ახლა ეს გინებაც აიტანე, მოღალატის ძახილიც აიტანე, დამსახურებული. არავინ შენ ისე არ გაბრალებს არაფერს, ხო და კეთილი ინებე და გასაგებია რომ შენი და შენაირების ხელში არის საქართველოს უშიშროება და თუ ვინმე ვაშკაცი კაცია და თუ რამე ეროვნული საქმე კეთდება, პირველი ჩამშლელი უშიშროება და ისახართ რა ქვია, ეს ვითომ ეროვნულები ამ ყველაფრის თავი და გასაგებია ჩვენ ვიცით ეს ყველაფერი გიცნობთ. გახსოვს შენი ნავაშკაც არის საცოდავი ის ხალხი და მეწოდება ის ადამიანები, რომელი ადამიანებიც ამბობენ იმას, რომ თურმე რაჭყბიანი და განათლებული კაცი იყავი და რამდენი ხანი გისმინეს თურმე ტყუილად, სინამდვილეში ყოფილიყარ რაფინირებული აგენტი. შენ ახლა არ ახარ მარტო აგენტი. აგენტიც არ ქვია მაგას. შენ ხარ უშიშროების თანამშრომელი. ჯერ კიდე კუდის თანამშრომელი იყავი, მაშინ კაპიტანის წოდება ჰქონდა 2011 წლებში და მე დამსახურებულად მაიორი მიიღე ქოცების დროს და ახლა შეიძლება პოლკოვნიკიც ახარ გამხდარი. ეს ისე ცნობისთვის, ვინც შენ არ გიცნობდა, ჩვენ კარგად გიცნობდით და კარგად ვიცოდით შენი არსებობა. ეს ნაგავი პირველი მოვიდა იმას ჩვენ ქართველთა დიდ გაერთიანებაში და ბატონ დავითთან და ემათან მივიდა და კაიო, გასაგებიაო, ისო რა ქვიაო, რომ იმაშვებითო რა რაღაცა ეროვნულ საქმეს აკეთებთო, მაგრამ მე რომ მოვიდეო და ჩავერთო თქვენ ყველაფერშიო, ხელფასიო რამდენიმე ექნებაო, ხო და სადღაც 10,000 მინიმუმ თურმე უნდა ამ კაც ხელფასი და ორგანიზაცია, რომელიც ჩვენი ჯიბიდან ფინანსდება და ჩვენი საწევროთი არსებობს და სულ ძლივს ითქვამს,
ამათგან განსხვავებით დამფინანსებელი რო არ აკლიათ უშიშროებიდან და იმიდან პაშოვალ ნახვიო და გაუშვეს ნახვიზე. ნუ რა არ სუნდოდა გაშვება, იმიტომ რომ იქ სადაც ალტრუისტული მოძრაობები არის და სადაც ადამიანები თავისას გაცემენ და იქით არაფერს არ იღებენ, ესეთი ვირთხები თავისთავად არ მოდიან იქ. არ ვიცი რას მწერდა, როგორ მწერ დავით, აზზე არა ვარ, დღეს გამოხდა ეს ვაჟბატონი და მოითხოვა კანონის უმკაცრესი ზომით ჩვენი დასჯა, იმიტომ რომ რელიგიურ შუღლს ვაღვივებთ თურმე რა, რაზეა ლაპარაკი. აი, ყველას თბილისის დროით დაახლოებით 10 საათზე გავა ბლოგი, ჩემი ბლოგი გავა დეტალური დამუშავებული ამ საკითხებთან დაკავშირებით და ჩემი YouTube-ის არხზე შეგიძლიათ ყველამ ნახოთ რაზეც ახლა ვსაუბრობ, მაგრამ უფრო დეტალურად, განმარტებით და აკადემიურად თუ რა ხდება. მაგრამ ეს ახლა სოსო მანჯავიძეს შიგნიდან, მაგრამ ახლა განსაკუთრებით მინდა გაჩვენოთ თქვენმე ეს ერთი არსება. ეს არსება, რომელი არსებაც პირდაპირ ითხოვს ჩემს დაჭერას. დეტალურად ამაქვს ამაზე დღეს ბლოგში დამუშავებული. ეს არის თურქი საქართველოში, რომელსაც ქართველი ცოლი ყავს. არის თურქეთის სპეცსამსახურების ღია პროექტი საქართველოში, რომელიც თურქების უფლებებს იცავს საქართველოში და ქართველებს გვადანაშაულებს, რომ თურმე საქართველოში მცხოვრები თურქების თურმე ესა რა ქვია პრობლემები, უფლებები ილახება და მურთას ნაგიევი. ვითომ კავკასიის ერთობა უნდა საქართველოში ჩამოაყალიბოს. თურქების წარმოდგენილი აგენტურა საქართველოში ჩანერგილი, რომელიც თურქეთის ელჩიდან ღებულობს პირდაპირ დავალებებს და იმ ორგანიზაციებიდან იღებულობს დაფინანსებას. ასე რომ ეს არის ერთი აქტიური ეს მიმართავს ოფიციალურად უშიშროების სამსახურებს იმაზე რომ ჩემს მიმართ დაიწყოს სისხლისამართლის დევნა ეს და მისი გუნდი. ლევან YouTube-ზე მექნება დღეს და ნახავ ვინცაა და რაცა ამათ გაიგებთ სულ ყველას რა. და რატომღაც ვიღაც თურქები და თურქული დაფინანსებული ორგანიზაციები და ისტორიკოსი პატრიოტი მანჯავიძე ორივე ერთდროულად არის შეკრებილი და ითხოვენ საქართველოში იმ ადამიანების დაჭერას, რომელი ადამიანებიც ხმას იღებენ და შეურაცხყოფილად თვლიან თავს ჯვრის შეურაცხყოფის გამო, სხვა რამის შეურაცხყოფის გამო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ცუდათაა ჩვენი საქმე ხალხო. მე ნამდვილად მე მინდა ქართველებს მიმართო, არც ერთ პარტიას, არც ერთ მოძრაობას, არც მთავრობას, არც მთავრობა გვყავს, არც ოპოზიცია გვყავს, არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვყავს და არაფერი არ გვყავს. ჩვენ ვართ ერთი უპატრონო ობოლი ერი. ყველა გვყავს მოღალატე, ყველა გვყავს გამყიდველი, მძარცველი, რომელებიც ზიან, სვამენ, ჭამენ, პირდაპირ ქართულ საზოგადოებას სისხლს სწოვენ და თავს გვამადლიან. ხო და დღეს მინდა გაჩვენოთ ეს ამას ყველაფერს დეტალურად ნახავთ, ვისაც გაინტერესებს იქნება დღეს 10 საათზე და ძალიან გთხოვთ გააზიარეთ ეს ყველაფერი. ვინ აგდებს თურმე რელიგიურ და ეთნიკურ შუღლს, ხო, ეს შემთხვევითი არ არის, შემოკარგებო, აი ნახეთ, რამხელა უზარმაზარი თურქულ გაზეთებში და იმგეში სტატიები დაწერა თუ როგორ ჩაგრავთ თურმე ამ თურქებს საქართველოში და იქეთ არიან თურმე შეურაცხყოფილები ჯვარს რო შეურაცხყოფა მიაყენეს და თურმე ქართველებს გაუკეთებიათ ეს და აქეთ გვასწავლის თურმე ჯვარი საერთოდ ესე სიწმინდის ნაკერაა თბილისში არის ეგრეთ ცენტრში აქვს ოფისი აქვს ცხოვრობს გემრიელად კაისრომს კაისჭამს ქართველი ქალი ყავს ხელის გულზე ატარებს ყველაფერს და ვიცი თურქულ პროპაგანდას ეწევა. აი მე მინდა აი ამ ხალხს მოუბრუნდე ახლა აი აქ შემოხდა სოციალურ ქსელში სანამ შემოვიდოდი ეს და მინდა აი გაამპრავებლების იმას მივმართო რა აი დაწყებული აქედან ეს ფალოსოფოსი არის ეს დიდი ფალოსოფოსი არის რომელიც ახლა ძალიან დიდ ქრისტიანულ გზნობებზე გველაპარაკება შათირიშვილი ბიძინას კარის ფალოსოფოსი რომელიც თავის დროზე ღიად ამბობდა იმას რომ მართლმადიდებლობა თურმე
ეს რუსული რელიგია არის და თურმე საქართველოს თუ უნდა რუსეთს ეთქვას უარი მართლმადიდებლობაზეც რომ უნდა თქვას უარი და წავიდეს შინ უკნიდან ღრმად რაც შეიძლება ღრმად შიგ ევროპაში მე მგონი ვისაც გაინტერესებთ მაქვს ამის ვიდეო და შევგზავნით არხზე ნახეთ აი იქეთ მანჯავიძეზის კარგად სვამს კარგად ჭამს იქეთ გოგავაზის აქეთ გუდაშვილის და აქეთ ეს ქალბატონი კიდე გამправებელი ბიჭო აი თქვენს მაჭამას და გაძღომას არ უჩანს ბოლო ამ ქვეყანაში როდემდე გინდათ ყველამ ხო კარგად იცის მანჯავიძე შენ ეს მოღალატეთა ხარ ქართველიერიდან შერაცხული გულაშვილო შენც მოღალატეთა ხარ შერაცხული შათირიშვილზე საერთოდ ლაპარაკი არა მაქვს ესა რა ქვია გოგავაზე თქვენ ყველა მოღალატეებათა ხარ შერაცხული ვერ მოიშორებთ ამ სტატუსს ქართველი ადამიანის გულიდან და გონებიდან ვერასდროს ვერ ამოხვალთ მორჩა დამთავრდა თქვენ თვითონ ჩაიწერეთ თქვენი თავი ამ სიაში არავის არ ჩაუწერი ხართ და არავის არ მოუკერებია და მარტივად გიხსნით საქართველოს მიწის გამყიდველი არის მოღალატე და აი ამ მიწის გაყიდვის გამთეთრებელი ასევე ყველა არის მოღალატე ხო და ახლა დაჯექით და იქ მდინარაძის კანტორაში რამხელა რაპორტებიც გინდათ იმხელა წერეთ თუ გინდათ ინტერპოლს გადამეცით რაც გინდათ ისქენით მოგხნიათ პატრონი ფეხები ვერ მომჭამოთ ძირში ეს ერთი და თქვენ ამ სტატუსიდან ვერასდროს აქამდე თუ შეფარვით იყო ეს ყველაფერი ნორმალურმა ხალხმა ისედაც ვიცოდით თქვენ ვინ იყავით და რას წარმოადგენდით მაგრამ ზოგი ერთებისთვის ვაი რა კარგად ლაპარაკობს ვაიმე რა პატრიოტი არის სოსი როგორი პატრიოტი ხარ შენ როგორი იბრძოდი ქართული მიწებისთვის თავის დროზე ამ ხალხისთვის გასაგები რო იყოს ესე გასაგებ ენაზე ვსაუბრობ და თქვენი კუჭის გაძღომას გადაყვა მთელი ერი და საერთოდ თქვენი კიდე იქ ხვინდრავების კიდე სხვა ვოლსკების მთელი ამ სანაგვის შევარდნაძის ტრაკიდან გამომძვრალების სმაჭამას და ტაშპანდურს გადაყვა თურქები დიდი ხანია გადაკიდებულები რო იყვნენ ჩემზე კარგად ვიცოდი პირდაპირ თურქეთის ელჩი ითხოვდა ამ ყველაფერს რომ დიდგორობასთან დაკავშირებით და იმ ფაქტებთან დაკავშირებით რაც თურქეთი საქართველოს შეეკეთებდა და ვამხელდით მე ჩემი მეგობრები ჩემი ძმა არა არ ვიცი ვერ ვიცანი ის შუაში ვინ არის იმართლი გითხრა ეგ არ არის პირდაპირ ითხოვდა ფატმა ნიუზგელი მაშინდელი აგენტი რაღაც ელჩი და ელჩი თავისთავად დაზვერვის თანამშრომელია ჩემს დაჭერას თხოვდა ხელისუფლებას უმრავლეს შეასრულეს ეს ყველაფერი ასევე აზერბაიჯანული მხარე იმის გამო რომ დავით გარეჯი ჯერ სააკოვის გაჩუქებული იყო და მე თქვენი გაправებული იყო ასევე ითხოვდა ჩემ დაჭერას მაგათი ბრალდებებით მოხდა ჩემზე ბრალის წაყენება მაგათი მოთხოვნით ეს იყო პირდაპირი აზერბაიჯანული მხრის მოთხოვნა და თურქული მხრის მოთხოვნა წაიყენებიათ ბრალდებები ჩემზე იქიდან გამომდინარე რომ მე არ ვისვენებდი არ ჩერდებოდი და არ უკრავდი ტაშს იმას საქართველოში თურქების იმას რა ქვია აი ესეთი გაჯეჯილებას და იმას კიდე რა ქვია გარეჯის გადაცემას და სხვა ბევრ რაღაცებს რასაც გეგმავდით რაც თქვენ სიამოვნებით შეასრულეთ თქვენმა უშიშროებამ და აქეთ ბრალი დამდო როგორც ეს ძაღლის გაგდებული აქეთ მდებს ბრალს იმასთან დაკავშირებით რომ თურმე ჯვარს შეურაცხყოფა მიაყენეს და მე თუ ეს თქვი და მე თუ შეურაცხყოფილად ჩავთვალე თავი ჩვენ უამრავმა ქართველმა თურმე ჩვენ ვართ ქსენოფობები და ასე შემდეგ და ჩუმად უნდა ვიყოთ საერთოდ და ხმა არ უნდა ამოვიყოთ ესე იგი სვამენ და ჭამენ და ამათი კუჭი არ გაცხა თვალი ახლა ღმერთმა დაგლოცოს ბატონო ბიძინას იძახიან ყველა შეიძლება ახლა გადაგივიდეთ ალაჰმა დაგლოცოს ბატონო ბიძინას იძახით არ ვიცით ყოველ შემთხვევაში რო იძახით გასაგებია ამიტომ შხამიანი სოკოები თუ ამოხვედითო ის გულაშვილი რო იძახოდა ჩვენ კი არ ამოვიდით შხამიანი სოკოები თქვენ ამოცენდით ქართველერში თქვენ ამოდით ქართველერში და თქვენ წოვთ ქართველერს სისხლს ამიტომ სანამ თქვენი დამპალი კასტა
არ იქნება გაწმენდილი საქართველოსთან, არაფერი არ ეშველება. პლიუს ანაფორიანი მოღალატეები, იაკობას თამადობით, ჯაღმაიძის გაგრძელებით, სხვა ქვეწარმავლების გაგრძელებით, რომლებიც წილში არიან ამ ყველაფრის. ფულის ბლომად აქვს ნაშოვი, ახლა დუმილით ყიდიან ყველაფერს, არც პატრიარქის სიტყვა ახსოვთ, არც ღმერთზე და ეშმაკზე, ამას ზედმეტია ლაპარაკი, მაგრამ რა უნდა ელაპარაკო ხალხს. ფული ამათვის ღმერთის და უფულობა არის ეშმაკი. ხო, და ამით გველაპარაკებიან მე ქართველობაზე და მე გველაპარაკებიან ჩვენს ისტორიაზე და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ელემენტარული პასუხი მინდა გაქცე. რაც შეეხება მანჯავიძე დასირებულო აგენტო. თუ რამემ შეიძლება შექმნას საქართველოში ეთნიკური და რელიგიური დაპირისპირება, ზუსტად ეს შეიძლება შექმნას საქართველოში 70,000 არაბის ჩამოსახლება, რომელთა 100% ყველა არის სუნიტი. სუნიტური ქვეყნები არის ესენი, ვისთვისაც გასაგები იყოს და არაბული ფუნდამენტალისტური რელიგიის მიმდევრები არიან. ვისაც უბრალოდ ისლამზე რაღაცა გაუგია და ელემენტარულად ჩაუხედია, მე მინდა, ახლა ხალხმა ისედაც იცის, მაგრამ მე მინდა ვინც არ იცის იმას უთხრას. ტრადიციული კავკასიური ისლამი საერთოდ განსხვავდება ამათგან. განსხვავდება, იმიტომ რომ კავკასიურ ადათზე არის აგებული და განსხვავებული არის თავიდან ბოლომდე. ამიტომ არ არის პრობლემა არასდროს ქართველებს და ინგუშებს შორის, ქართველებს და ყაბარდოელებს შორის სიტყვაზე, ქართველებს და დაღესტნებს შორის, აი რელიგიური ფაქტორიდან გამომდინარე დაპირისპირებები, ისეთი მკაცრი დაპირისპირებები, როგორც არის სხვა იმგენთან. იგივე ქართველი მუსლიმები, რომელსაც ისლამისთვის ბევრი რამე აქვს გაკეთებული. ადგილობრივი ტრადიციული ისლამი კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევს აი იმ ახლო აღმოსავლეთის განშტოებებს, რომელიც არწმუნებას ცეცხლს წარმოადგენს. ეს ერთი. ახლა მეორე, ისევე მანჯავიძე ვითომ რო არ იცის, ამ დროს ძალიან კარგად რო იცის, თურქული, არაბული და ამ მიმართულების ისლამისტები თუ არ ჩავთვლით არაბულ სამყაროში იემენს და თუ არ ჩავთვლით ლიბანურ მიმართულებას და სირიულ ნაწილობრივ მიმართულებას, დანარჩენი ყველა წარმოადგენს სუნიტურ ისლამს, რომელიც რადიკალურად განსხვავებულია და კონფლიქტში არის ირანის შიიტურ მიმართულებასთან. და საქართველოში, ისე რომ იცოდეთ, ირანული მიმართულება რელიგიის, იმიტომ რომ ერთადერთი სახელმწიფო, რასაც ქვია არსებობს ისლამურ სამყაროში, ეს არის ირანის შიიტური სახელმწიფო და ამიტომ ქვია მათ ირანის ისლამური რევოლუცია და გუშაგთა კორპუსი. რომ იცოდეთ ისე. და ამიტომ თვლიან ისინი მონაპოვარს ამ ისლამურ რევოლუციას და შიიტური ერთადერთი სახელმწიფო, რაც არის, ეს არის ირანი. ახლა აზერბაიჯანელები ძირითადად შიიტიზმის მიმდევრები არიან, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ აზერბაიჯანი არ არის რელიგიური სახელმწიფო, აზერბაიჯანი არის მაინც ეგრეთ წოდებული სეკულარული სახელმწიფო, თუმცა მიმდინარეობა აზერბაიჯანელების აბსოლუტური უმრავლესობა ესენი არიან შიიტის აბსარებელი მუსულმანები. ამას რატო ვამბობ? უამრავი ამ მიმართულების ადამიანი ცხოვრობს საქართველოში და კატეგორიულ წინააღმდეგობაში მოდიან ეს ყველაფერი სუნიტური ისლამის, მით უმეტეს არაბული ქვეყნების ისლამთან. ამას დავუმატეთ საქართველოში არსებული ქრისტიანობა. აი რა ქმნის რელიგიურ დაპირისპირებას? აი ვინ ქმნის რელიგიურ დაპირისპირებას? რა ნაბიჯმა შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში დაპირისპირება, რაც ჯერ არ დაწყებულა, ჯერ ისეთი როგორ არაა დაწყებული, მაგრამ აი ეს პირდაპირ კომპაქტური დასახლებები არ გაჩენილა საქართველოში და უკვე დაწყებულია ეს ყველაფერი. რამდენიც არ უნდა აბრალოთ თქვენ ქართველებს, რომ ქართველებმა მიაწერეს
ჯვარს თურმე არაბულად პროვოკაცია მოაწყვეს და თურმე თქვენ არაფერს შუაში არ ახ ვიღაცა გამვლელ ტურისტს რომელსაც გამვლელმა გაიარ გამოიარა და მიაწერა არ გამოვა ეგ ყველაფერი ღუპავთ თქვენ ქვეყანას და ამაზე არავის არ აქვს ნაფიქრელი რომ საქართველოში ამ ხელა დიასპორა როდესაც გაჩნდება არაბული ქვეყნებიდან და ისიც კომპაქტურად დასახლებული რამხელა შიდა ისლამური დაპირისპირების პრობლემები შეიძლება მოხდეს საქართველოში რა გინდა ნუ ახლა ბინძური ადამიანი ხარ შენ ბინძური ადამიანი ხარ და აი ესეთ იმაზე ასმულ კითხვაზე რა პასუხი უნდა გაქცე სამხობი გამზდელი თავიდან ბოლომდე რა აი შენაირები არიან ესენიც განსხვავებულები არიან ნაცირალა ადამიანი ხო შენ უკნიდან განათლებული ხარ და უკნიდან და ღრმათა გაქვს განათლება მიღებული და ამიტომ შენთვის არც ღმერთი არსებობს და არც შმაკი და იმიტომ ამბობ ესეთ რაღაცას და ნუაყვებით ხალხო ახლა ესეთი ნაგავი ადამიანები რომლებიც უფალს და რწმენას და ყველაფერს ლანძღავენ და აგინებენ უამრავი არის საქართველოში სამწუხაროდ აი ეს მანგოიების და შვანგოიების და ამათ თამადობით ნუ გაგიკვირდათ რამ გადაგრია არაფერი არ ამაში გადასარევი ხო და მე ახლა ჩემოძმა ვაქვს ახლა მოსადის აგენტობა დამაბრალეს მიექვსის აგენტობა რუსეთის აგენტობა მხედრიონის აგენტობა ისა რა ქვია მონაწილეობა ახლა მაგაცე მე საერთოდ არა მაქვს იცი რეაგირება იმიტომ რომ ეს ხალხი შიზოფრენიამდე არის მისული შიზოფრენიამდეა მისული იმიტომ რომ ეს ნორმალური ადამიანები არ არიან დაავადებულისას დაავადეს საქართველოს საზოგადოება ავადმყოფი გახადეს საზოგადოებას რომელსაც მიშას და ბიზნესს მე თავში არაფერი არ აქვს ჩადებული ჩვენ საზოგადოებაში რომ ფეხზე იდგეს საქართველოს ოდნავ იდგეს აი თურქს რომელიც ამნაირ შეურაცხყოფას აყენებს და ნახავთ თქვენი ბლოგში რა შეურაცხყოფასაც აყენებს და აქეთ რო გვაბრალებს კიდე რა ქვია თურქების ჩავრას და თურქებზე შეურაცხყოფის მიყენებას საქართველოში დიდი ხანი არ ეკნებოდა დასადგომი და დასაყრდენი მაგრამ ამათთვის არავის არ ცალია დაღლილია ხალხი გადაღლილია დარეულია ერთმანეთს ჭამენ აი უბედურება ეს გააკეთა ყველაფერი ამ წყეულმა ბიძინა ივანიშვილმა ხო ამათ სხვა ინტერესი არაფერი არ გააჩნიათ ეს უბრალოდ საწყენია იცი ჩვენ ციდან არავინ არ ვარ ჩამომფრენილები და ყველას ოჯახები გვაქვს და ყველას საყვარელი ადამიანები გვყავს ვიღაცები ნერვიულობენ ამ ყველაფერზე დღეს დედაჩემად ამერიკა ანერვიულებულმა რომ შვილო აქ გიჭერდენო და ახლა მაგაც მოგზნევენ დასაჭირათო რა დააშავე ამის ფასიო არაფერი მე ვთხარი საქართველოს მიწა არ უნდა გაიყიდოს აქედან ვიძახი მეთქი და აი ამის გულისთვის მე ვთხარი დედა მე ვთხარი მე მეტი რა ამათ ხო სინდისი ამათ ხო ნამუსი არაფერი არ გააჩნია ყველა ამ ყველაფერს ხედავს ამათ სულ ფეხებზე კიდიათ იმიტომ რომ ესენი არიან ანტიქართული ძალა ანტიეროვნული ძალა და ახლა მინდა მოგმართოთ კიდე ერთხელ ბოლოდ და უკანასკნელად სხვათა შორის უკანასკნელად მინდა მე მეჯერ არავის არც ერთობისკენ მოუწოდებ არც იმისკენ ვისაც არ უნდა თქმელი ერთი ნათქვამიდან გაიგებს ყველაფერს და ნახევარი სიტყვიდანაა უკვე გასაგები ახლა მე მინდა თქვენ მოგიწოდოთ ძალიან რო ყელყელაობთ არ ვიცი ვინ ახართ ვის დაშლა გინდათ ვის გამოშლა გინდათ ვის ცალკე გინდათ ვის აღმა გინდათ ვის დაღმა გინდათ ამ ხალხს მინდათ მოგმართოთ თუ ოდნავ პოლიტიკასთან გქონიათ გაკარება მაშინ კარგად გეცოდინებათ რა მდგომარეობაც არის და ძალიან კარგად იცით რომ ერთ მხარეს დგას მოღალატე ქოცობა ბიძინა ივანიშვილის სარდლობით მათი გამპრავებლების აი ამ მთელი არმიით ჩამდგარი თავისთავად მიყოლებული მას არაბი ინვესტორი ასევე ყველა თურქული რა ვიცი რა ისლამური ქვეყნების
საელჩოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, თავრობები და ასე შემდეგ და მეორე მხარეს და მოღალატე ქართველები, რა თქმა უნდა, იქეთ ეს გავლენის აგენტურა და შიგუგნიდან განათლებულებიც იქეთ არიან, რო იცოდეთ, მაგათთვის სამშობლოდ და მსგავსი რაღაცები არ არსებობს. მინდა გითხრათ, მეორე მხარეს დგას გაშიმშილებული, გაძვალტყავებული, შეურაცხყოფილი, დამცირებული, დაავადებული, ვაჟკაცებ დახოცილი, გაშიმშილებული, გაწმილებული, მოტყუებული, უბრალო ქართველი ერი, ობოლი და მარტოხელა. და ვინც ამ მეორე მხარეს მყოფ, ამ მდგომარეობაში ჩავარდნილ ქართველ ერს, რომელმაც აქამდე მოაღწია. კიდე ცდილობთ ტვინი აურიოთ, დაშალოთ და თქვენი პოლიტიკური ბინძური მიზნებისთვის გამოიყენოთ. არ გეგონოთ თქვენ, რომ ამას ხალხი არ უყურებს. და ამას ხალხი ვერ ხედავდეს და თქვენ განსხვავება გქონდეთ აი ამათგან. მე პირდაპირ მიყვარს ლაპარაკი, ნებისმიერი სასულიერო პირი იქნება თუ სამოქალაქო პირი, რომელიც გამოხდება და დაიწყებს რაღაცა მიზეზების მოდებას იმისთვის, რომ ქართველების ერთობა არ შედგეს და დაიშალოს ეს ყველაფერი და ვიღაცა მღრია წყალში პოლიტიკური ქულები დაიჭიროს ან ანკესით რაღაცა თევზი ამოიღოს, ყველა ხართ ამაზე მეტი ნაზირალი და მათხოვარი როგორ უნდა იყოს, მოღალატეს მეტი დაბალი დონის ადამიანი როგორ უნდა იყოს. მე არ ვიცი ახლა ამაზე მეტი დაბალი სტატუსი თუ არსებობს, მაგრამ ამაზე მეტი უარესები ხართ. იმიტომ რომ ესენი ქემაინც არ ინიღბებიან და პირდაპირ ამბობენ, რომ ჩვენ უნდა გავყიდოთ ეს ქვეყანა. და ამაში ვხედავთ გადარჩენასო და თქვენ ვინც ამბობთ, რომ მიწა არ უნდა გაიყიდოსო, მაგრამ ცდილობთ, რომ ხალხის მასები არიოთ, დარიოთ და მე ჩუმად გარიგდეთ, იმიტომ რომ ფული იშოვოთ, თქვენზე მეტი დამპალი ადამიანი არა. ამიტომ კარგად დაფიქრდით, არავის არაფერი არ შეგრჩებათ. ქართული მიწის მადლი ყველას ჩამოგხდით ნიღავს. არავინ არ დარჩება, აქ ჩემიანი, შენიანი, ნათესავი, ბიძაშვილი, დედმამიშვილი, მამიდაშვილი, ეს არ არსებობს. აქ არსებობს ერთი რაღაცა. ეს ის ბმულია, როდესაც ფატმან იუზგელი წინააღმდეგი იყო ამ ყველაფრის. აქ არსებობს ერთი. არსებობს მოღალატე და არსებობს საქართველოს შვილი, რომლისთვისაც ძვირფასია ქართული მიწა. ხო და ეხლა უკვე თქვენი ასარჩევია. მოღალატეებში თუ ჩაეწერებით, თუ დადგებით ქართველი ერის გვერდით. ან და უბრალოდ გადით გაერიდეთ და ჩუმად მუდუებივით. ძალიან ბევრი მუდუ არის ჩამწრალი სოროში. მე ძალიან კარგად მახსოვს ყველა და ყველაფერი 2017 წელს რო გეკითხა ლამის და ქართული მიწის გამო შაჰიდებად იყვნენ ქცეულები, მიწას გამო შეაკლავდნენ თავს და სადაა ეს ხალხი? სადაა ეს ხალხი? მე 90%-ს ვერ ხედავ. სამართავ რგოლს. მუდუებივით არიან სოროებში შემძრვალები. იმიტომ ფული აქვს, აღებული ჩადებული აქვს. ჯიბეში ისევე როგორც დიდგორობის გამო რო დამიჭირეს ბარეორმა თურქეთის ელჩიდან აიღო ფული, გაჩუმდა რომ ხმა არ ამოიღო და ვინმეს ეს არ ქონოდა. ანუ ჩვენ დიტო დუშაშვილი, წადი თქვენი დედა შემართლა, ანუ ჩვენ გვაგინებ ბატონო დიტო, ანუ ჩვენ ვართ მუდუები, ვინც პირდაპირ ვამბობთ ამ ყველაფერს. გაგვეცით ბატონო დიტო პასუხი. გაგვეცით პასუხი ერთი გელოდებით. გურამ შემოძმაო, უნდა ითაოს ჯგუფმა. ერთი ადამიანი ამ საქმეს თავს ვერ მოაკვამს. არსებობენ ჯგუფები, უნდა შეიქმნას ქართული მიწის დაცვის კომიტეტი, რომელშიც შევლიან ის ადამიანები, ვისაც 2-3 ადამიანი მაინც უსმენს, ჩამოაყალიბებენ მოთხოვნებს და ქართველი ერის სახელით წაუყენებენ ამ ყველაფერს ხელისუფლებას.
და გაუკეთებენ მოთხოვნებს. თითო შენი დედა მოვტყან შემართლა მუდუ და ყველა შენაერი ქოცის დედა შევეცი. გაიგე? ჩვენი შემგინებლის დედა შევეცი წარმაუგუღმა თქვენაერი მოღალატეების მიერ. ამიტომ აქ ერთი ადამიანი არაფერი რა თაობა უნდა რა ერთმანეთს ტელეფონის ნომრები არიციან? თუ ერთმანეთთან საერთო ნაცნობი არ აქვს, თუ მიწერა არ შეუძლიათ, თუ მოწერა არ შეუძლიათ. რა პრობლემაა? ჩვენ ყველაზე გვაქვს შეთავაზებული ერთობა და გვერდში დგომა საკითხებთან დაკავშირებით. ეგ რა რუსთაველის 18-ში არის ოფისი. ეგ რა ხალხი, ეგ რა ბატონი დავით ჭაბუკაშვილი ვინც ადგილზეა. და შეუძლიათ ყველას შეკრება და თუ თვითონ ვერ კრებენ ისე თუ რა არის ეს ამ პარტავნობა აქვს თუ სიამაყე აქვს თუ რა მიწაზე და ადამიანზეა საკ. ან დარჩება ქართველიერი ან არ დარჩება. ხო. თორე ესენი როგორც დღეს მე დამსდევენ დასაჭერად და ჩივიან, ხვალზე თქვენ მოგადგებიან. ჩემზე დიდი ხანია მომდგარები არიან და ჩემ ოჯახზე. ხვალზე თქვენ მოგადგებიან. ან გეტყვიან ალეღაბია იძახით. არაფერი არ გამოვა აქ. არაფერი არ გამოვა. მე გეუბნებით, ქოცები ან გადაყვებიან ამ ყველაფერს, თავის ნაცქოცური სიდამპლით, თავისი აყაროლებული კოჰაბიტაციით და ან ჩვენ გადაგვიყოლებენ და მე მირჩევნია, რომ მთელი ქოცობა თავის ისედაც გადასაყოლ და აყაროლებული სისხლი გამოსადენია ქართველიერიდან და გადაყვეს და გამოდინდეს, ვიდრე ქართველიერი გადაყვეს ამათ სიბინძურებს. არ ვიცი ქალბატონო სოფიკო, სად არის ვარლამგოლეთიანი, რავი, როგორც მე მითხრეს, მე მგონი ამერიკაში დაუფინანსეს სწავლება და ცხოვრება და იქ არის შეიძლება სხვაგან, არ ვიცი, მე სად არის, არა ინტერესებთ, ფაქტია რომ არა ინტერესებთ და ჰე. სხვები სად არიან? ხო, ამაშია საქმე. ამიტომ აქ უკვე ენის მოჩლეკა აქ ან ხარ აქეთ, ხარ ქართველების გვერდით და საქართველოს შვილების გვერდით, ან ხარ იქეთ. აი ამათთან. ეგრე გაშლის სუპრაზე და მოუჯექით მანჯავიძეს გულაშვილს და სვით ჭამეთ და იყავით ბედნიერები. და იფიქრეთ სამშობლოზე. ხო. მე გეუბნები პირდაპირ შენ ხარ მოღალატე. ყველა ხართ მოღალატეები. და ნაზირალა ვირთხები. თქვენი დროა ჯერჯერობით. კი, თქვენი სამწუხაროდ და საუბედუროდ თქვენი დროა. მე მინდა მოუწოდო ასევე ვეტერანებს. ყველა ვეტერანს მოუწოდო. ყველა ვეტერანს მინდა მოუწოდო. თუ თქვენთვის ძვირფასი იყო ქართული მიწა. თუ თქვენი სისხლი იღურებოდა სამშობლოს დაცვისთვის. და თუ თქვენ სისხლი დაღვარეთ არა რომელიმე რეჟიმებისთვის, არამედ საქართველოსთვის. თუ თქვენი მეგობრები დაიღუპნენ ამ მიწის გულისთვის. გამოდით და თქვენი გასაკეთებელი გააკეთეთ. თქვენი სათქმელი თქვით. თუ არა არც მაშინ ყოფილხართ, მაშინ მეომრები და სამშობლოს მიწა არც მაშინ ყოფილა თქვენთვის ძვირფასი. არც დღეს ყოფილა, იმიტომ რომ გამორიცხულია. გამორიცხული ადამიანს გადარდებდეს რუსის ჩექმაკის ერზე და არ გადარდებდეს თურქის ჩალმა. ან არაბის დოლბანდი. ხო. არაფერია შემოძმოვა ავტომატიანი არაბი, ეხლა ცოტა ხანში ალბათ ერთი-ორი ტერორისტული აქტიც მოხდება. მოხდება, რა მოხდა იქ? ქართველების წინააღმდეგ რო მოხდა, შიდა დაპირისპირებაში მოხდება. არა ვართ ჩვენ იმ მდგომარეობაში, რომ ვაიდარ აგვეშველება. მილიონნახევარი ქართველი ხოა საქართველოში. მილიონნახევარი ქართველი ხოა საქართველოში. აი ყველაზე მცირე მასშტაბი. მილიონნახევარი ქართველიდან 100,000 არ უნდა დარდებდეს თავის სამშობლო? არ უნდა დარდებდეს? თუ რას ელოდება ეს მილიონნახევარი ქართველი? რას ელოდება, რომ სხვა მოვა და სხვა იმას იზამს? მე ხშირად მწერენ ეს ხალხი, რომ ჩამოდი და ჩაუდექი სათავეში და ასე შემდეგ. შენ არა ხარ მაგ? არ შეგიძლია შენი სათქმელი თქვა?
თუ მაგალითი გჭირდება. ქართველი ერის ისტორიაში იმდენი გმირი ყოფილა, კიდე რომ მაგალითი ჭირდება, ვინმე ცუდად ყოფილა მისი საქმე. არა? თქვენ გინდა სხვისი ხელით დაჭერილი გველი, მარტივად. ასე არ გამოაწამია. ამ ეს ერი ან გადაირჩენს ახლა თავს და გადავრჩებით, ან ამ ერს მომავალი არ აქვს. და ყველანაირი ნიშნით, აი ამ უდარდელობით, ფეხებზე დაკიდებით და ასე შემდეგ, ქართველ ერს არსებობის პერსპექტივა არ გააჩნია. საქართველოს ადგილზე იქნება ტრანსნაციონალური ტერიტორიული ერთეული და შეიძლება სახელით შეეცვალოს. იქნება გადარჩენილ ქართველთა რაღაცა ჯგუფი და ამ გადარჩენილ რაღაცა ჯგუფს ექნება კულტურული და ესეთი სტატუსი, რომელიც ხინკალს გააკეთებს, ხაჭაპურს გააკეთებს, რაღაცა ქათამს შეწვავს, მინოს დაწურავს და დანარჩენს მოემსახურება. ამისთვის საკმარისი არის დათვლილია ეს და ანგარიშებულია 250,000 ქართველი. მეტი არაა საჭირო. ხო. ამიტომ თუ თქვენთვის არის ძვირფასი თქვენი ქვეყანა, რაღაცა გააკეთეთ. ყველა. ნუ ხარ წყვის შემყურე. მარტო ყურება არ კმარ ამ ყველაფერს. აგერა. ქონდა ქმედებები. ვიყავით გაყიდული სამშობლოს გამოფენაც იყო, საპატრიარქოსთანაც იყო. სად იყო ეს ხალხი? სად იყო ამდენი 10,000-ობით მაყურებელი? კაი, თვითონ არ იყო. ვინმე არ ყავდა ნორმალური გვერდით ან ოჯახში ან სადმე რომ გაეშვა ამ საკითხს. აი ასეთი უმოქმედობა არის. ამ ხალხს უნდა წახვიდე, შენ შეეწირო, თვითონ დაждდეს და ლაივში გიყუროს. ასე არ გამოვა ეს ქვეყანა. არაშენებული ასე არც ერთი ქვეყანა არ დღეს აშენდება. აბა მე ხوار მოვიჭრი კუც, აბა ჩემ შვილს ხوار დავსჯი. მე არაფერი მამივა, არ გამოვა ასე. არ გამოვა ასე. არაფერი ლიდერი არ უნდა ჩემო დავით ხალხს. ვის რაში ჭირდება დავით ლიდერი? როდესაც იცი რომ არის შეკრება ამ საკითხთან დაკავშირებით, დადიქი და წადი. თუ შეხედავ რომ იქ მოგზავნილი ლიდერი არის, როგორებიც იყო უცნობები, როგორებიც იყო მისი ძმა, ეს ნაზირლები ესენი, დადიქი და ადგილზე უთხარი პასუხი. რათ უნდა ლიდერი? რათ უნდა ლიდერი? მაგით იმართლებს ხალხი თავს, რომ ლიდერი უნდა ვერ ვხედავ მე ისეც, ვისაც გვერდით დაუდგები. არაფერი ლიდერი არ უნდა. ბატონი შალვა მაღრაძე მაგალითისთვის. საბანკო სამოვახშეოდან დაზარალებულების თავმჯდომარე იყო. 260,000 ადამიანი გამოსახლებას ემზადებოდა. თვითონ საერთოდ არ იყო დაზარალებული, თვითონ არ ქონდა ბინა ჭადებული და მაგის გამო არ იყო, სხვაზე უნდა გაკეთება. 40 დღეზე მეტი ქართული ოცნების ოფისთან იყო ყვიროდა, წიოდა, კიდოდა, აკვდებოდა ამ საკითხებს. და ეს 260,000 დაზარალებული ადამიანი, რომელიც უნდა გამოეყარა TBC ბანკს და ქოცობას, ხმას არ იღებდა. აი ფელი ცხარი არა, შემოძმო, მე გეტყვი ერთ რაღაცას, ხალხს, მაშინ ვთქვათ, ასე ხალხს ყავს ლიდერი, ბიძინა და კმაყოფილია. ნუ დავანებოთ მაშინ თავი. ყავს ხალხს ლიდერი. ღმერთმა დალოცოს ბატონი ბიძინა, მიშა მოგვაშორა. ქუჩაში არ კლავენ, ომი არა. და კმარა ეს ხალხს. ხახვი და კარტოფილიც კმარა. დავანებოთ მაშინ თავი, ყოლია ამ ქვეყანას. არ ვიცი, ლერი რა შეეხება მაგ თემასთან დაკავშირებით, მე მიყვირს ის, რომ ამ ხალხს ახლა უყვირს, რომ გაზით გვწამლავდნენ და ქიმიით გვწამლავდნენ. მოწამლულია მთელი საქართველო ყველანაირ ასპექტში და გამონაბოლქვით დაწყებული, საკვებით დამთავრებული ლუგარის ლაბორატორიით და ეს გაუკვირდა, თითო ეს როგორ იქნებაო და მაგ საინტერესო ამბავი იყო ის, რომ ხალხი რას ამბობდა, იცი? დედაო, თურმეო, მოგწამლესო და მაგრამ მე ქოცევმა რა უთხრა, იცი? კიო, ქონდაო ეგ საწამლავიო, მაგრამ ნაცებს ქონდათო ნაყიდი. ეს შინა გასაკვირთა მინისტრმა თქვა. მე პრემიერ-მინისტრი გამოვიდა, ყოფილმა შინა გასაკვირთა მინისტრმა. თქვა რომ არაო ჩვენო არ გქონიაო, ნაცები იყო ესე თეთრებელი ეთყობა. რაზე მელაპარაკები? 100 კაციდან ერთ თუ ვიპოვი ბიძინას მაქებრად, რა ვიცი მე, აბა როგორაა ბიძინა იქ სადაცა.
ხო და მე ნუ რა ვინ უიტყვის YS რატო გჭირსო იმიტომ გჭირს საერთოდ მასას ფეხებზე კიდიათ ძირთად მასას თქვენ არ გეხებით კონკრეტულად ვინც აქ მაგრამ ძააკაცა ეხლა ის რო იყო შემოსული რასი ბიძურეები დაწერა სამშობლოს ბედი ამიტომ კარგად იცის მანჯავიძემ სამშობლოს სიყვარულით ფულის შეუნა და კარგად იცის გულაშვილმა და კარგად იცის შათირიშვილმა და სხვებმა კარგად იციან და შოულობენ ნახოთ გიორგი არ მინდა ყველაფრის წინასწარ თქვა მალე იქნება ხო ასე რომ დაანებონ თავი როცა ყავდა ამ ხალხს ლიდერი ცხონებული ზვიად გამსახურდია რო ამბობდა რომ გამოდით დადექით თუ არა საქართველოს ამ დღეში ჩავარდება დროზე მორჩესო კაცო ეს არეულობაო აგერო ეს ახალი წელი მოდისო და საცივი გვაქვს ასაკეთებელი და გოზინაყი აი გოზინაყი და საცივი აკეთებია შევარდნაძემ სააკაშვილმა და იმან რა ქვია ამ ჭორვილელმა მაიმუნმა აგერ 35 წელიწადია ძალიან კაი საცივში და იმაში ვართ ესა ხოდა ჩემო გიორგი თუ დაბეჭავდა ხალხი ჩეგევარას აკაი ნათქვამი ბიზნესკენ თუ მიდიხარო და დაიღალეო კიო შენ შეგიძლია დაისვენო მაგრამ იცოდე ვერასდროს ვერ მიაღწევ დასახულ მიზანსო და ახლა ერთს თუ არ უნდა ბრძოლა გადარჩენისთვის მაგას ვერც მე ვერც შენ და ვერც 100 ვერც 200 ვერც 300 ქართველი ვერ გააკეთებს ხო ნუ ზვიადისთანა პატრიოტი არავინ ყოლია მასაც რო გითხო შევარდნაძისთანა პოლიტიკოსი არავინ ყოლია ჩვენნაირი წმინდა სინოდი არ არსებულა თურმე და აი დიდი მორწმუნეები უყოფილვარ მიშასნაირი ნიჭიერი იშვიათი დადის თურმე ჭორვილელი მაიმუნისნაირი კეთილი კაცი თურმე და მეცენატი ჯერ ისტორიას არ ახსოვს და ყველა კაი ყოლია და საქართველოს რა დააშავა რატომ მცირდება და რატომ ადგურდება ამაშია საქმე და ერთი რაღაცის თქვა მინდა რა ან ახლა გადავრჩებით ან და მე დაკროსუნებული არავინ არ იყოს რა დამიჯერეთ სხვა შანსი უბრალოდ არ რჩება კარგი დაგემშვიდობებით ახლა კარგად იცოდეთ მე სხვათა შორის მე მინდა ერთი დავწერო და ყველა გამправებელი ჩამიყარეთ რომელიც არის ეს გამправებელი ამ საკითხების და ნელ-ნელა მინდა ყველა თავისი ისტორიაში შევიდნენ ახლა ვიდეო ისტორია არქივებში შევიდნენ ყველა თავისი საქციელიდან გამომდინარე ვინ რას აპრავებს და ვინ როგორ ამართლებს ამ ყველაფერს არ ვიცი ელენე თუ გვინდა გადარჩენა გადავრჩებით თუ არ გვინდა გადარჩენა არ გადავრჩებით და გეუბნებით ჩამოვა თურქი საქართველოში და იტყვის იმას რომ ეს მიწა ამდენი წელი ჩემი იყო და ახლა ჩემიაო არა მაგ ლაშაგული გატეხილი უკანასკნელი ქართველი რო დავრჩე მაინც ჩემი გასაკეთებას მე მაინც გავაკეთებ და სხვისი არ ვიცი უბრალოდ გული მწყდება რომ რისთვის არსებობს საერთოდ რატო არსებობს ეს ხალხი რისთვის არსებობს ცხოვრების მიზანი რა სვან ჭამონ და შვილები გააჩინონ და დაამრავლონ და სამშობლოს ბედი არაფერი ხვალზე რა ვიცი დიდი თურქობა დიდი არაბობა მომდგარი არაფერი ის არაფერი ეს არაფერი მასე აბა ძაღლის კიყრის ლეკვებს და ადამიანზე მეტი უკეთესად ზრდის სხვათა შორის რა ვიცი მე ამ ხალხის ვერ გამიგია მოვინდობთ მე და გადავრჩებით კარგი ჩემოკარგებო დღეს მე დეტალურად შემოგთავაზებთ ვისაც გაინტერესებთ ალბათ 1-2 საათში დავდებ ამ ვიდეოს და შეგიძლიათ ნახოთ აი ამ მდგომარეობაში ვართ კარგად იცოდეთ ყველა მოღალატე არ დაგავიწყდეთ რაც შეეხება ჩემ დაჭერას აი იმ თურქს მინდა შეუთვალო და აი იმ სირიკო მანჯავიძეს მინდა შეუთვალო და სხვა იმას გულაშვილს და აი იმას ფეხებსაც ვერ მომჭამთ რა მაგ ვიყავი და ვერაფერს მიშვებოდი და აქ ვარ და მით უმეტეს ვერაფერს ვერ მიზამთ რა არ გადამიღუნოთ მოდი ასე გეტყვით რა ცოტა ხანში დავინახავთ კიდე სხვათა შორის ვინვის დაიჭერს რა და ვინვის მოუწევს ქვეყანაში გაჩერება და ვინვის არა აი მაგასაც ვნახავთ ცოტა ხანში რა